პირველ რიგში ჩვენი ზოგადი ამოცანა არის ძალიან მკაფიო. ჩვენ გვინდა რომ საქართველოს ელექტროენერგიის თვალსაზრისით გახდეს თვითქმარი ქვეყანა. არსებობს ენერგიის სხვა წყაროები, ეს არის გაზი, ნავთობი, სადაც ჩვენ ვერ გავხდებით რა თქმა უნდა თვითქმარი, არ გვაქვს შესაბამისი რესურსები. თუმცა ელექტროენერგეტიკის სფეროში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რომ გავხდეთ სრულად თვითქმარი. თვითქმარში გულისხმობთ მარტივად რას, რომ საქართველოს აღარ იქნება დამოკიდებული იმპორტზე და პირიქით შეძლებს საკუთარი წარმოებული ელექტროენერგიის ექსპორტზე გადანას. რაც მნიშვნელოვანია ზოგადად ამ სფეროში. წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ზოგადად ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. დღევანდელი მოცემულობით ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული მნიშვნელოვანწილად. ჩვენი ჯამური გენერაცია დაახლოებით არის 4700 მეგავატი დადგმული სიმძლავრე და ჩვენ გვაქვს კონკრეტული მკაფიო ხედვა, რომელიც უზრუნველყოფს ამ მდგომარეობის შეცვლას. ჩვენ გვინდა რომ საბოლოო ჯამში 10 წლიან პერსპექტივაში 11500 მეგავატამდე გაიზარდოს დადგმული სიმძლავრის მოცულობა და ასეთ შემთხვევაში საქართველოს უკვე გახდება მთლიანად დამოუკიდებელი იმპორტისგან და პირიქით შეძლებს ექსპორტზე ელექტროენერგიის გადანას პერსპექტივაში მზარდია. როგორია იმპორტი მზარდია. დიახ, ჩვენ რო ავიღოთ საშუალო მაჩვენებელი, მარტო დენის იმპორტი რო ავიღოთ, ელექტროენერგიის იმპორტი, საშუალო მაჩვენებელი წლების წინ, სადღაც 2016 წლამდე იყო საშუალოდ 5%, ახლა არის გაზრდილი 10%-მდე. თუმცა ამას თუ დავუმატებთ იმ გაზის იმპორტს, რომელიც დაკავშირებულია ელექტროენერგიის წარმოებასთან, თბოს გულისხმობთ, ამ შემთხვევაში უკვე მაჩვენებელი ბევრად უფრო მაღალია მთლიანობაში. ჩვენი დამოკიდებულება იმპორტზე არის 29%, ანუ დენი და შესაბამისი გაზი ერთად რო ავიღოთ და უნდა ითქვას ის, რომ 8 თვის განმავლობაში ვარ ჩვენ დამოკიდებული არსებითად იმპორტზე და ამ 8 თვის განმავლობაში დამოკიდებულება იმპორტზე აღწევს უკვე დაახლოებით 42%-ს. ანუ უშუალოდ 8 თვის განმავლობაში, როდესაც ყველაზე მეტად ვარ დამოკიდებული ჩვენ შემოტანილი ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, მდგომარეობა არ არის კარგი, გვაქვს შესაბამისი რესურსები, განსაკუთრებით აქცენტს გავაკეთებდი ბუნებრივია ჰიდრორესურსებზე და ამ რესურსების სათანადოდ გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით და ასევე ექსპორტს რაც შეეხება, შეგვიძლია დაახლოებით 7 ჯერ გავზარდოთ ელექტროენერგიის ექსპორტი ჩვენი ქვეყნიდან და რაც შეეხება თანხებს, ჩვენი ქვეყნიდან გადის წელიწადში ჯამურად გაზი და დენი რო ავიღოთ, შესაბამისი გაზი და დენი წელიწადში 191 მილიონი დოლარი ეს თანხა დარჩება ქვეყანაში და უფრო მეტიც 7 ჯერ შეგვიძლია გენერაციის სათანადოდ გაზრდის შემთხვევაში გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი და ბუნებრივია ეს დადებითად აისახება ზოგადად ეკონომიკურ წინსვლაზე და ასევე ბუნებრივია დადებითად აისახება იმპორტ-ექსპორტის ბალანსზე, სადაც არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება და ამაზე აქტიურად მუშაობთ.